ხულიან ალვარესის არ ჩათვლილი 11 მეტრიანი გახსოვთ? სწორედ ეს მომენტი გახდა საფეხბურთო წესების ცვლილების მაპროვოცირებელი. მოდით დეტალურად მივიდეთ. მსგავსი შემთხვევა მუნდიალის ფინალშიც დაფიქსირდა. არგენტინა-საფრანგეთის შეხვედრაში ლეო მესის დარტყმულ პენალტს შენელებული კადრით თუ დავაკვირდებით, ორ შეხებას შევამჩნევთ. რაც მთავარ მსაჯს პოლონელს სიმონ მარჩინიაკს შეუმჩნეველი დარჩა და მაშინ დიდი რეზონანსი ამას არ მოჰყოლია. წელს ლიგის პლეი-ოფში რეალი ატლეტიკოს ორმაჩიანმა დაპირისპირებამ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ალვარესის დარტყმის ჯერიც დადგა. არგენტინელმა ფეხის დაცდენის მიუხედავად გაიტანა, თუმცა ვიდეო რეფერის შარების შემდეგ გოლი ორი შეხების წესის გამო გაუქმდა და ატლეტიკოს ტურნირს გამოეთიშა. არ ვიცი დამთხოვების რამდენად გწამთ, მაგრამ ამჯერადაც მთავარი მსაჯი ისევ მარჩინიაკი იყო. ეს კონტროვერსიული მომენტი წინა შემთხვევისგან განსხვავებით ცოცხლებში აქტიური განხილვის საკითხი გახდა. რის შემდეგაც საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის ბორდმა ნომერ 14 კანონის განახლება გადაწყვიტა. თეზისი ასე გამოიყურება. თუ კი ფეხბურთელი 11 მეტრიანის დარტყმის მომენტში ბურთს შემთხვევით ორჯერ ეხება და გოლიც გადის, ახალი წესის თანახმად აღარ ანულირდება და შემსრულებელი ხელახლა დარტყმის უფლებას მიიღებს. ფიქრობ, ვარის ეპოქაში ზედმეტი კითხვების გასაქრობად საჭირო კორექტივია და მაინც თქვენი აზრით, რამდენჯერ ეხება ალვარესი დარტყმის მომენტში ბურთს?